პარტია გახარია საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი თეონა აკუბარდია ჩვენთან და გამარჯობა ქავთო და მადლობა სტუმრობისთვის. ქავთო თეონა, მოდით გაცემის ეს ნაწილი საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებული საკითხით გავხსნათ. პირველ რიგში კი აჭარა რეგიონის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე თორნიკე რიჟვაძეს ცვლის სულხან თამაზიშვილი, რომელიც აქამდე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი იყო. მის კანდიდატურას დღეს უყრის კენჭს აჭარის უმაღლესი საბჭო. ძალოვანი სტრუქტურის ერთ-ერთი ხელმძღვანელი პირის პოლიტიკურ თანამდებობაზე გადაყვანა, რას უნდა ნიშნავდეს ეს მინდა კითხოთ. ეს მხოლოდ აჭარის შემთხვევაში არ ხდება, რასაც ვხედავთ, მათ შორის პოლიციის უფროსები, ის ადამიანები, რომლებიც შემჩნეულები იყვნენ მოქალაქეების წინააღმდეგ არადამიანურ მოპყრობაში და მათ შორის არიან რიგი სანქცირებული პირები, დღეს გადაადგილება ხდება მათი ისეთ პოზიციებზე რეგიონებში, რომელიც ძალაუფლების შენარჩუნებისკენ არის გადადგმული და მიზანი ყოველ შემთხვევაში არის ამ ავტორიტარული მიხედვით ძალაუფლების შენარჩუნება. მე სიმართლე გითხრათ, ვერაფრით ვერ გავიგე, ვერავინ ვერ ახსნა რიჟვაძის შემთხვევაში რა იყო მიზეზი მისი ჩანაცვლების, თუ არა ის რომ წავიდა თუ გაუშვეს რომელი გონია. არა, რა თქმა უნდა, ხა გაუშვეს, გასაგებია რომ გაუშვეს, თავისნებით არავინ არ მიდის, აქ ხდება ერთპიროვნული გადაწყვეტილებები, მაგრამ როდესაც ტენდენცია არის რომ პოლიციელები მიდიან რეგიონებში მაღალ თანამდებობებზე, ეს ავტორიტარიზმის მანიშნებელია და იმ რეპრესიების, რომელსაც კიდევ უფრო განგრძობითად აპირებს ივანიშვილის რეჟიმი, ივანიშვილის ფულის და ძალაუფლების შესანარჩუნებლად და მე ამ კუთხით ვხედავ ამას და არა ის რომ ვიღაცა უფრო ეფექტიანი იქნება ვიდრე წინამორბედი და საერთოდ არაფერს არ ცვლის ეს კარუსელი თუ არა მიზანს, რომელსაც ეს ემსახურება, რაც არის ავტორიტარული მეთოდებით, დაშინებით, ძალაუფლების შენარჩუნება, განსაკუთრებით აჭარაში, სადაც არც თუ ისე კარგად ჰქონდა ქართულ ოცნებას მდგომარეობა ხმათა რაოდენობით, თუნდაც იმ გაყალბებული არჩევნების რომ ჩაგიკითხოთ, ხა ირაკლი კობახიძის შეფასებით სულხან თამაზაშვილს აქვს გამოცდილება და უნარჩვევები იმისთვის, რომ სათანადოდ წარმართოს ის საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განვითარებასთან. აი თქვენი შეფასებით რა ამოცანები და დავალებები შეიძლება გქონდეს სულხან თამაზაშვილს ისეთი, რასაც თქვა თორნიკე რიჟვაძე ვერ შეასრულებდა და გააკეთა. თუ გადახედათ ბოლო შედეგებს და მათ შორის იმ უწყვეტ პროტესტს, რომელსაც ადგილი აქვს აჭარის რეგიონში, არა მხოლოდ ბათუმში, ნახავთ რომ პროტესტს გადატეხვა ვერ შეძლო ივანიშვილმა ვერც თბილისში და ვერც აჭარის ავტონომიურ ოლქში და ის რომ აჭარა და ბათუმი განსაკუთრებით კრიტიკულია და განსაკუთრებით მედგრად იცავს იმ კონსტიტუციურ ჩანაწერს, რომელსაც უპირისპირდება თავად ივანიშვილი თავის კობახიძიანა და საქართველოს ევროპულ ოჯახში გაწევრიანების კუთხით, ესეც არის რეალობა. ამიტომ მათ ჭირდებათ ოქტომბერში დამატებით ჩაბეტონება ავტორიტარიზმის და არ დაშვება იმ შესაძლებლობის, რომ მათ თუნდაც ის რაოდენობა დადონ გაყალბებული არჩევნების შედეგად, რომელიც საპარლამენტო არჩევნებში მათ მიიღეს აჭარაში. ამიტომ მე მხოლოდ ამას ვუკავშირებ, სხვა არანაირი ინტერესი კეთილდღეობის მოსახლეობის არ არის. მე მახსენდება ევროკავშირზე უარის შემდგომ ის გრანტი გაუქმებული, რომელიც ევროკავშირიდან მოდიოდა მათ შორის ბათუმის წყალმომარაგებასთან დაკავშირებით, აღარ გამიგია შემდგომ უკვე რა ეშველება ამ საკითხს, მაგრამ ყველაფერი, რაც რამე დღეს კეთდება, არის მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნების აღმოცენების და არა ხალხის კეთილდღეობის. უშუალოდ ირაკლი კობახიძის მინისტრ კაბინეტზეც მით უფრო რომ კითხვებს იწვევს ის, რაც ნახეთ გრიგოლ ლელუაშვილთან მიმართებაში, ჯერ რეგიონულ განვითარების მინისტრის პოსტზე მოხდა მისი ასე ვთქვათ დასახელება. ორ დღეში კი ხო მოვისმინეთ, რომ ეს გადაწყვეტილება შეიცვალა. შესაბამისად, ჩნდება კითხვა, რა მოხდა და არ ვიცი, აი რა შეფასების გაკეთების საფუძველს იძლევა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ ჰქონდათ ესე ვთქვათ განსხვავებული მოსაზრებები და შეხედულებები რამდენიმე საკითხზე, მათ შორის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე დასანიშნავებთან დაკავშირებოდეს ეს გადაწყვეტილება. ამას უფრო სხვა მიზეზები აქვს, მიუხედავად იმისა, რომ ჭორაობა ბოლოდ არ ვაპირებ, ორი რამ არის ფაქტი. ერთი არის ის, რომ ბიზნე ივანიშვილის არც ერთ პრემიერს არ ქონია ფუფუნება იმისა, რომ სუსის უფროსი დაენიშნა თავად, ანუ თავისი კაცი მოიყვანა, რაც ამ შემთხვევაში უხანაშვილის პირობებში ხდება. და ეს არის ირაკლი კობახიძე, ანუ ის ბალანსის პოლიტიკა და განსაკუთრებით ძალოვანების დაკომპლექტება თავისი ხალხით ეს იცვლება კობახიძის პირობებში და მეორე რეალურად ლილუაშვილს ჰქონდა ურთიერთობა შეერთებულ შტატებთან, მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, რომელიც აღარ არის პარტნიორი, იმიტომ რომ ივანიშვილმა ესე გადაწყვიტა
და მათ შორის მე მახსენდება ირაკლი კობახიძის მისამართით მისი ფრაზა, რომ ეს სიკვდილით მუქარა ვარჰეიმ ევროკავშირის უმაღლეს კომისარმა როდესაც დაურეკა ირაკლი კობახიძეს და მე ორჯერ იჩილა რომ მე მუქრებოდა სიკვდილითო, ამას დასცინა ლილუაშვილმა. დასცინა და თქვა რომ არ იყო სერიოზული საფუძვლები რომ ეს გამოძიებულიყო. მე არ ვიცი სიმართლე გითხრათ რა არის აქ ბაჩიაშვილის საქმეს უკავშირდება თუ ძალაუფლების კონცენტრაციის იმასაც ამბობენ რომ ბაჩიაშვილის საქართველოსთან გაპარვა არაპატიეს გომელაურიც უნდა გაუშვენ, იმიტომ რომ საზღვრის დაცვა ასე ვთქვათ გომელაურის ხელშია და არ მხოლოდ ლილუაშვილის. ამიტომ არ ვიცი სამეფო კარის თამაშების კუთხით რა ჩვენი ფიქრი აქვს ივანიშვილს და რამდენად კარბლანშ აძლევს კობახიძეს, მაგრამ ვიცი ის რომ კიდევ უფრო დამძიმდება ამ კუთხით ვითარება განსაკუთრებით უსაფრთხოების სექტორში, რომელიც აღარ ემსახურება სახელმწიფოს უსაფრთხოებას, არამედ ერთი პარტიის და ერთი კაცის უსაფრთხოებას. სხვა თემებზეც გადავიდეთ. ამ დღეებში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა იქნება ყურადღების ცენტრში. დღეს იხსნება საგაზაფხულო სესია. სესიის ფარგლებში კი დაგეგმილია მათ შორის საქართველოს საკითხზე დებატები. რა მესიჯები შეიძლება წამოვიდეს პარტნიორების მხრიდან, ბუნებრივია ეს საინტერესოა და ამაზე გაგოზიარებთ თქვენი პოზიცია, თუმცა კიდევ უფრო მეტად საინტერესოა რა ბედიელი საქართველოს ამ ასამბლეაში მას შემდეგ, რაც ერთგვარად ამოიწურა, ხო ის ვადა, რაც 20 იანვრის ბოლოს მიცემული რეზოლუციით მისცა ხო საპარლამენტო ასამბლეამ ქართულ ოცნებას. რითი დასრულდება ეს ამბავი თქვენი აზრით? უკვე დასრულებულია იმ შედეგით, რაც კარგი არ არის საქართველოსთვის და დასრულებულია იმიტომ, რომ თავად ივანიშვილის ოცნებამ თქვა უარი წევრობაზე, თქვენ თუ შეხვალთ პარლამენტის ვებგვერდზე, რომელიც USAID-ის დაფინანსებით არის შექმნილი, ნახავთ, რომ იქ ევროსაბჭოს დელეგაციები აღარც არის, დელეგაცია აღარც აქვს ერთ მოხსენებული, მათ თავად შეწყვიტეს, ასე რომ ვთქვათ, თავიანთი უფლებამოსილება და ძალიან ნიშანდობლივია ის, რომ ისინი არ წარმოადგენენ საქართველოს პარლამენტს, ისინი წარმოადგენენ ივანიშვილის პარლამენტს. შესაბამისად, ივანიშვილის პარლამენტის წევრები აღარ იქნებიან ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, იმიტომ რომ მათ უნდა გააგრძელონ საკუთარი მოქალაქეების ცემა, არადმიანური მოპყრობა, არჩევნების გაყალბება და ყველა ის ქმედება, რომელიც ევროსაბჭოს პრინციპებს და ღირებულებებს უპირისპირდება და ის ფრაზა მე ვარ ქართველი, მაშინ და მე ევროპელი ზურაბ ჟვანიესი, რომელიც სწორედ ევროსაბჭოში გაისმა 99 წელს და რაც იყო ჩვენი ასე რომ ვთქვათ ცივილიზაციური არჩევანის მნიშვნელოვანი გზავნილი და სრულა ივანიშვილმა მათ შორის ამ ქმედებით, იმიტომ რომ ღირსებით ევროპისკენ იყო იმხელა აფიორა, რომელიც ჯერ არ გვინახავს და აი ესე სრულდება ღირსებით ევროპისკენ სრულ დაპირების შესრულება არ მხოლოდ იმით, რომ ჩვენ ევროკავშირის წევრობის პროცესი შეაჩერა ირაკლი კობახიძემ, არამედ მათ შორის იმით, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ივანიშვილის პარლამენტს არ ეყოლება წარმომადგენლები, დანარჩენი რა თქმა უნდა არის მათი გადაწყვეტილება, მაგრამ კარგავთ ევროპულობას კარგავთ და ევროპულ არჩევანს კარგავთ. ქართული დელეგაციის მანდატების რატიფიცირება, რა ბენეფიტები მოხდა და ასე უნდა მოინდომოს, ასე რომ ვთქვათ, ევროსაბჭომ მონდომება უკვე აჩვენა ივანიშვილის რეჟიმმა. იმიტომ რომ ის წინაპირობები, რომელიც იყო დათქმის სახით, პარტნიორების გათავისუფლება, თავისუფალი არჩევნების ჩატარება და ასე შემდეგ, რაც დემოკრატიული პრინციპების შესაბამისი არის, ამაზე თავად თქვა ივანიშვილის რეჟიმმა უარი. და ეხა ის პაპუაშვილის პროპაგანდისტული წერილი გამოღმა შეედავე პრინციპით აჩვენებს იმას, რომ ბრალის გადატანას ისინი აპირებენ ევროსაბჭოზე პროპაგანდისტული და დეზინფორმაციული მეთოდებით და არა იმ საკუთარ ქმედებებზე, რითიც საქართველოს ევროპულობა, როგორც ევროკავშირის კუთხით შეაჩერეს, არამედ მათ შორის ევროსაბჭოშიც ამ ფორმით და რუსეთი არის ერთ-ერთი ქვეყანა, რომელსაც წევრობა აქვს შეჩერებული. მე არ მინდა ვიფიქრო ის, რომ ეს ეხლა მოხდება ის როგორც რუსეთის შემთხვევაში, თუმცა ის რომ პირველად საქართველოს დამოუკიდებელ ისტორიაში, მას შემდეგ რაც ევროსაბჭოს წევრები გავხდეთ, პირველად არის ის რომ საქართველოს მხრიდან უარი არის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრობაზე, შეჩერებულია მანდატები და ივანიშვილის პარლამენტს ეს არ ექნება, იმიტომ რომ ძალაუფლება ავტორიტარ მეთოდებით უნდა შეინარჩუნოს, ეს კიდევ ერთხელ სწორედ რუსეთის გზის გამეორებას აჩვენებს, რაც
დამღუპელია იმ სუვერენიტეტისთვის, რომელიც ჩვენთვის საყოველთაოა და სუვერენიტეტი მორღულია სწორედ რუსეთის მხრიდან, თუმცა ივანიშვილის ოცნების თვალთახედვით მთავარი სუვერენიტეტის ხაზი გადის ევროპასთან ბრძოლაზე და არა იმ ოკუპანტ სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებებზე სუვერენიტეტის დაცვით, რომელიც ტერიტორიული მთლიანობის კუთხით არის აუცილებელი. კიდევ ერთი თემა ყურადღების ცენტრში ქართული ოცნება გაბრაზებული დიდი ბრიტანეთის მიერ დამზადებული საგრანტო კონკურსით, რომლის მიზანია ქართული არაკომერციული ორგანიზაციებისთვის გრანტის გამოყოფა იმისთვის, რომ ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნები ეფექტურად ჩატარდეს. ბრიტანული სტრუქტურები გამოიყენება იმისთვის, რომ Deep State-მა საქართველოში საკუთარი ინტერესები გაატაროსო, ასეთია მაგალითად ირაკლი კობახიძის პოზიცია. თქვენი პოზიცია რა არის კითხვაზე, რა საჭიროა ბრიტანეთის მხრიდან კონკურსის გრანტის გამოყოფა იმისთვის, რისთვისაც ის გამოყოფს და მეორე მხრივ რა, ესე ვთქვათ, რა პასუხი გაქვთ? ეს ხო არ არის არჩევნებზე გრანტის საკითხი, მოდით დიდ სურათში რომ შევხედოთ რა, არ უკავშირდება არანაირად გრანტის საკითხს, უკავშირდება ივანიშვილის რეჟიმის შიშ ბრიტანულ სანქციებთან დაკავშირებით, რომელიც უკვე დაიწყო და დაიწყო მოსამართლეების მისამართით, სააკაშვილის მოსამართლეების, რომელიც კლანის სახით გადმოიბარა ივანიშვილმა, მურუსაძის, ჩინჩალაძის, აგერ რიგში არის ბატონი რუხაძე, იმედის პროპაგანდისტული მედიის მფლობელი და მათ შორის არაერთი სხვა ივანიშვილის, ასე რომ ვთქვათ, წარმომადგენელი და მაშინ როდესაც დიდი ბრიტანეთიც შეერთებული შტატების მსგავსად იყო საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი, განსაკუთრებით იმ კუთხით, როდესაც მათ დატოვებული ქონათ უკვე ევროკავშირი, ბრექსიტი მოხდა და ყველაზე დიდი როლი, ასე რომ ვთქვათ, დიდი ბრიტანეთს ჰქონდა, მათ შორის ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის და კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების კუთხით, ისევე როგორც უსაფრთხოების კუთხით, აი ამ ყველაფრის ერთი ხელით მოსმით გაქრობა იყო ივანიშვილის ქმედებების შედეგი და სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერება ბრიტანეთთან და თქვენ გახსოვთ რომ სანქციები წამოვიდა ბრიტანეთისგან და შემდგომ ამას მოყვა ამერიკული სანქციები და მათ ეშინიათ ამ სანქციების კიდევ უფრო მეტად ვიდრე ეს არის ამერიკული სანქციები. ამას უკავშირდება მთელი ეს ისტერია, ეს რაღაცა ძალიან დარე ასე ვთქვათ დეზინფორმაციული კამპანიები დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ და მათ შორის რაღაცა გრანდზე ტირილი რომ არიქა ეხა თუ $100,000 აიღებს გრანტს არასამთავრობო ორგანიზაცია და არჩევნებს დააკვირდება, ამით ჩამოიშლება ქვეყანა და სუვერენიტეტის დარღვევა მოხდება. მაშინ როდესაც სუვერენიტეტს ვინც არღვევს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რუსეთის ფედერაცია ამაზე საერთოდ სრული დუმილია და ამით კიდევ ერთხელ ჩანს რომ მხოლოდ ივანიშვილის სუვერენიტეტს იცავენ ისინი და არა საქართველოს სუვერენიტეტს და აი ეს განასხვავებს მთელ აი ამ პროცესს რაც არის. არჩევნებზე დაკვირვებას რაც შეეხება ამ კონტექსტში მოდით ცესკოს გაწყვეტილებაც შევაფასოთ ბატონო ცესკოს დადგენილებით არჩევნების დღეს კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების პირებისთვის რიგი შეზღუდვები წესდება, მათ შორის სიახლეა ის, რომ დამკვირვებლები სწორედ კენჭისყრის შენობაში არჩევნების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გამორთმევას ვერ შეძლებს. რიგი პოლიტიკური პარტიის და არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებაა, რომ ამით ხდება, ასე ვთქვათ, შეზღუდვა დაკვირვების შესაძლებლობის და გუშინ მამუკა ხაზარაძის პარტიამ და იგივე მარჩევებმა სასამართლოში სარჩელით შეიტანეს, თუმცა სასამართლომ მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. თქვენ რა პრობლემებს ხედავთ? ხო ეს მარტივად კითხავ, რა პრობლემებს ხედავთ? ბევრი ადამიანი, ვინც ჩვენ ახლა ვიყურებს, არ არის დამკვირვებელი და არ აქვს ინფორმაცია სადამკვირვებლო პრინციპებზე. ხო, მე მარტივად უბრალოდ აქ მაშინ როდესაც აი ამ პირადობების გამოყენების სკანდალი იყო საპარლამენტო არჩევნებზე და მათ შორის მანიპულაციურად სხვისი პირადობებით ხმის მიცემის ფაქტები, რომელიც დამკვირვებლებმა დააფიქსირეს და ეხლა როდესაც აკრძალვა რომ დამკვირვებელს აღარ შეუძლია მოვიდეს თქვენთან და თქვენი პირადობა მოითხოვოს რომ ნამდვილად ვარ თუ არა თეონაკუბარ და როდესაც ხმას ვაძლევ. მაგალითად ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას რომ და ამ აპრობირებული პრაქტიკის დანერგვა უნდათ სხვა პირადობების წინააღმდეგ შემთხვევაში აი რა ლოგიკაა, რატომ არ უნდა შეიძლებოდეს დამკვირვებლის მხრიდან, როდესაც ხმას აძლევს მოქალაქე მისი პირადობის გადამოწმება. ანუ ეს კიდევ ერთხელ ნიშნავს იმას რომ ისინი აპირებენ მანიპულირების გზით არჩევნების ჩატარებას, რაც შორს არის დემოკრატიის პრინციპებისგან და ძალიან ახლოს არის ავტორიტარული პრინციპებით. ახლა პუტინი არჩევნებს როდესაც ატარებს რუსეთში, წინასწარ ყველა მიცის რა პროცენტს აიღებს პუტინი და რა პროცენტს აიღებს მისი პარტია. და ესე უნდათ რომ აქ იყოს და აი ეს არის მთავარი ამბავი ბრძოლა. სასამართლო კლანის გამოყენებით, მათ შორის კალანდარიშვილის კანტორის გამოყენებით, არალეგიტიმური პარლამენტის გამოყენებით, რომ ყველანაირად შექმნან აქ ის რაც სხვა შორის ძალიან საინტერესოა. აი ერთ წელიწადში ავტორიტარიზმის ჩამოყალიბება რუსეთშიც კი არ მომხდარა და ისინი აპირებენ რომ ეს ყველაფერი კიდევ უფრო სწრაფად გააკეთონ, ვიდრე ეს მოხდა რუსეთში, რაც
ვფიქრობ, რომ შეუძლებელი იქნება და ამიტომ არის მნიშვნელოვანი წინააღმდეგობის გაწევა და ისევე როგორც პარტნიორების დახმარება ამ ყველაფერში. ცესკო იმ შეფასებებს, რომელიც და რითი ახსნა ცესკომ, რომ არ შეიძლება გაიცნობოდით ცესკოს მიერ გავრცელებას. ცესკოს განცხადებების გასაგებია ჩვეულებრივი პროპაგანდისტული ხაზია, ახალი არაფერი არის, ცესკო დამოუკიდებელი არ არის, არაფერი და ინსტიტუტი აღარ აქვს ჩვენ დღეს დამოუკიდებელი და ესეც გასაგებია, მაგრამ აი რატომ არ უნდა შეეძლოთ დამკვირვებლად პირადობის გადამოწმება ამ ამბავშევლის, აი ამაზე პასუხი მე მაგალითად არანაირად არ მინახავს და მით უფრო იმ ფონზე, როდესაც იყო სხვისი პირადობების მოწმობებით გამოყენების ფაქტები. ბოლო რამდენიმე წუთი დაგვრჩა და მინდა რომ ერთი კითხვით შევაფასოთ ის, რაც ჟურნალისტზე თავდასხმის თვალსაზრისით მოხდა, ხო, დღეს წინ ჰქონდა ამ ფაქტს ადგილი. მთავარი არხის ჟურნალისტი გიორგი მამნიაშვილი ამბობს, რომ ვატო შაქარაშვილი და გოგა ხახაინდრავა გაუსწორდნენ ფიზიკურად. მისივე ინფორმაციით აქვს თავის ტვინის შერყევა, დაჟეჟილობები, დაბეჟილობები და რჩება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. ხო, აი რა ამ ტიპის შემთხვევები რასაც რა ტიპის პრობლემებსა და კრიზისს ძალის დემონსტრირებას მოდით რა შევაფასოთ სიტყვის თავისუფლების უფლება წაართვეს ქვეყანას იმ რაღაცა კანონით რომელსაც ყალბად დაარქვეს ბრიტანული და მედია დამოუკიდებლობა ამით იწყება დასამარება ხო სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას ვურთ მათ შორის მათ საზოგადოებრივ სივრცეში აზრის გამოხატვის უფლებით, რაც გამოხატვის უფლების წართმევაა და აქციებზე ადამიანების დაჯარიმების საშინელი ტალღა 5,000 ლარიანი, მნიშვნელობა არ აქვს ტროტუარზე ხარ, უკვე გადაკეტილ გზაზე ხარ, მაინც ჯარიმა ესეც ამსაჩვენებს და მეორე, გადაგივლით. აი ეს არის ჩვეულებრივი გზავნილი, რომ გადაგივლი თუ რაღაცას ისეც მეტყვი, რაც მე არ სიამოვნებს რომ მოვისმინე. მიუხედავად იმისა, რომ ეს ესეა. ხა ბატო ჩაქარაშვილი საერთოდ კომიკური ფიგურაა და გასაგებია, რასაც აკეთებს, მაგრამ ამ ვითარებაში ეს ხო აჩვენებს იმას, რომ რახან ძალა ჩემს მხარეს არის და სასამართლოც, პოლიციაც და ყველაფერი და მათ შორის ფული, ამიტომ გადაგივლი და ეს არის მაჩვენებელი იმის, რომ რაღაცა 90-იანებს მახსენებს სიმართლე გითხრათ ეს ყველაფერი, ბნელ 90-იანებს და ძალიან არ მინდა რომ ამ ვითარებაში საქართველოს დაბრუნების შესაძლებლობა მივცეთ ივანიშვილის რეჟიმს და საფრთხის შემცველია ეს ყველაფერი თითოეული მოქალაქისთვის, ამიტომ კანონი უნდა იყოს კანონი, ყვანონის წინაშე ყველა თანასწორი და გადაგივლით დევიზით იმ ჯგუფის მოქმედებები, რომლებსაც ჩვენ ვხედავთ და სრული დაუჯელობა აჩვენებს სწორედ იმ ტენდენციას, რაც ბნელი 90-იანებისკენ უბრიცხებს ქვეყანას. მადლობა იმისთვის, რომ ვიყავით ჩვენი სტუმარი, დაგემშვიდობებით.